ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში 4-ხრივი შეხვედრა გაიმართა მხარეებმა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდარ ინციდენტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ქართული მხარის ინიციატივა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით სუჯაშვილის განცხადებით, მათ ოსურ მხარეს შესთავაზეს მხარეებმა ერთობლივად შეძლონ პატიმრების მონახულება სასჯელახსრულების დაწესებულებებში. მხარეები ასევე პატიმართა გაცვლის ინიციატივასაც არ გამორიცხავენ. შეხვედრის დეტალებზე გორიდან პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ნინო ბერძენიშვილი ისაუბრებს. დღეს სოფელ ერგნეთში გამართულ 4-ხრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა ბოლო პერიოდში დღეს სოფელ ერგნეთში გამართულ 4-ხრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტები. კონკრეტულად საუბარი სოფელ ჯარიაშენში მომხდარ ინციდენტს შეეხო, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა ქართველ გლეხებს მოუწოდეს საკუთარ მიწის ნაკვეთში სასოფლო სამეურნეო საქმიანობის შეწყვეტისკენ წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის იზოლატორში პატიმრობით დაემუქნენ. ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ინიციატივით წარდგა, კონკრეტულად მათ ოსურ მხარეს შესთავაზეს, რომ მოენახულებინათ როგორც ქართულ, ასევე ოსურ მხარეს საკუთარი პატიმრები, თუმცა აღნიშნული ინიციატივას ოსური მხარი არ გამოხმაურებია. მათი თქმით, ამ ეტაპისთვის უფრო პრიორიტეტულია არა პატიმართა მონახულება, არამედ мати განთავისუფლების საკითხი. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ თუ რას ამბობენ მხარეები. Встреча носила плановый характер. ჩვენთვის ქართული მხარის ინიციატივა განხილვის ეტაპზეა, მიგვაჩნია, რომ პატიმართა მონახულებაზე მეტად პრიორიტეტული მათ გათავისუფლებაზე საუბარი იქნება. შეხვედრამ შვიდ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. როგორც უკვე თქვი, მათ მანამდე განვაცხადეთ, განვიხილეთ წყალგაყვანილობის გაწმენდის საკითხები, აგრეთვე ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები მიწის სავარგულების დამუშავების დროს. მოუწოდეთ ოსურ მხარეს, რუსულ მხარეს, ჩვენ ევროპელ მეგობრებს ერთად მივსულიყავით, გავსაუბრებული ვიყავით მოსახლეობას. ოსური მხარი არ დაგვრთანხმდა. დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ახალგორის რაიონში დაზიანებული სარწყავის სისტემის მოწესრიგების საკითხი, რაც შეეხება მორიგ შეხვედრას. მორიგის შეხვედრა ერგნეთში 30 მაისსაა დაგეგმილი. მადლობა ნინო ბერძენიშვილი საუბრობდა გორიდან.